რეგიონის დროით. გადაცემას წარმოგიდგენთ არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ჯიპაკის პროგრამის მხარდაჭერითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. მოგესალმებით, კონსმენტ გადაცემას რეგიონის დროით FM 104-ზე მე მისი წამყვანი ხატია ჯამალაშვილი ვარ. თქვენ შეგიძლიათ 40 წუთის განმავლობაში გვისმინოთ და რეკოთ პირდაპირ ეთერში და დასვათ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი კითხვა და ისაუბროთ რეგიონში არსებულ პრობლემებზე. დღევანდელი გადაცემის თემა საყდრისის ოქროს საბადოს ყოფილი თანამშრომლების აქცია და მათი მოთხოვნებია. პროტესტი უკვე 39 დღეა მიმდინარეობს, თუმცა კომპანია RMG Gold-ის პოზიციას ჯერჯერობით არ იცვლის. მიუხედავად არაერთი შეხვედრისა და სახელმწიფოს მხრიდან შუამავლის ჩართვისა 184 გათავისუფლებული თანამშრომელი კვლავ უყურადღებობაზე ჩივის. სამსახურში აღდგენა ხელფასების მომატება და დაზღვევის და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. ეს არის მათი მოთხოვნების არასრული ჩამონათვალი. აქციის წევრებისთვის დღემდე უცნობია მათი გათავისუფლების რეალური მიზეზი. ამ თემაზე სტუდიაში სასაუბრად მოვიწვით კომპანია RMG Gold-ის კომერციული დირექტორი ბატონი სოსო ცაბაძე, ასევე პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვებიან კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს უფროსი ნიკა ანთიძე, ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვითი დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე, კომპანია RNG კოპერის კარიერის პროფკავშირების თავმჯდომარე ქალბატონი ცირა მენთეშაშვილი, ასევე კომპანიის ყოფილი თანამშრომელი რეზო წიფიანი და ადვოკატი მხარეებს შორის მედიატორი ირაკლი ყანდაშვილი. თუმცა ვიდრე უშუალო თემის განხილვაზე გადავალთ, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი კორესპონდენტის ანი არჩვაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი მოვისმინოთ, რომელიც ადგილზე ჩავიდა და დეტალების გვიამბობს. კომპანია RMG-ს მუშებმა სამუშაო პირობებთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს და კომპანიის ხელმძღვანელებს სამუშაო პირობების შექმნისთვის ხელფასის ზრდა, სამუშაო პირობებისა და სადაზღვეო პაკეტის გაუმჯობესება მოსთხოვეს და მათი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გაფიცვის შესახებ განცხადებაც გააკეთეს. RMG მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, რის გამოც მუშებმა ქუჩაში გადაინაცვლეს. საპროტესტო აქციას ადგილობრივებით შეუერთდნენ. მოგვიანებით კი მოთხოვნებს გათავისუფლებული 184 ადამიანის სამსახურში აღდგენა და კომპანია RMG-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თანამდებობიდან გათავისუფლება დაემატა. წერილობით მივმართეთ პირველად. ამის პასუხად მივიღეთ, რომ ესო არ გონიაო, რომ მუშის აზრიაო და ამის შემდეგ ჩვენ ყველა მოვაწერეთ მე ამ წერილობით მიმართვაზე ხელი და გაუგზავნეთ თავიდან. და მაგის შემდეგ მოხდა ეს მუშების განთავისუფლება. მუშაობა გვეწევდა არასასურველ პირობებში, იმიტომ რომ შრომით ხელშეკრულებაში რაც იყო გათვალისწინებული ჩვენი მოვალეობა, მოდიოდა დირექტორთა საბჭოს წევრი და გვავალებდა სხვა სამუშაოს, რომელიც არ ითვალისწინებდა. ჩვენ ხელშეკრულებაზე ქონდა ხელი მოწერილი, რომ კონკრეტული სამუშაო შეგვესრულებინა. და როცა შევეწინააღმდეგებოდით, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ არ გინდა მუშაობა, წადი სამსახურიდან. საპროტესტო აქციაზე მუშებმა პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართეს. 10 ადამიანმა შიმშილობა დაიწყო, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესობის და უყურადღებობის გამო შიმშილი 9 დღეში შეწყვიტეს. გაფიცულებს თანადგომა კომპანიის მოქმედმა თანამშრომლებმაც გამოუცხადეს და სოლიდარობის მიზნით დიდმა ნაწილმა ქუჩაში გადაინაცვლა. 10 კაცამდე გაიზარდა ეს შიმშილე ხალხის რაოდენობა და არანაირი ყურადღება არ მოგვაქციეს არავინ. სამედიცინო მომსახურების ეკიპაჟიც კი არ ამოდიოდა. ბიჭებმა ეს შიმშილეს არავინ არ მოხედა ბოლო-ბოლო. დაანებეს თავი ხლა თავს ხარში აკლავდნენ. 180 კაცი უმუშევარი დარჩა და მე რო ვიმუშაო, იმ ოჯახებს მე ხო ვერ შევინახა და ამის გამო გამოსულები ვარ სუპერ. საპროტესტო აქციაზე მუშებს სხვადასხვა უწყებამ თანადგომა გამოუცხადა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ობოლაძე მოსახლეობას შეხვდა და მუშებსა და კომპანიას შორის შუამდგომლობა ითავა. თუმცა სათანადო რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. ვიყავი ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში, გქონდა გასვლა მოსახლეობასთან შეხვედრა, დაუპირდი მათ შუამდგომლობას, შეხვედრა გქონდა გუბერნიაში. RMG ჯგუფის წარმომადგენლებმა შესთავაზეს გათავისუფლებულ მოსახლეობას დაბრუნება. საუბარი იყო 45 თანამშრომელზე და შემდგომ ეტაპობრივად ასევე ადამიანების მიბრუნება სამსახურებში. მე რამდენადაც ვიცი და როგორც მათთვის ჩემი რწმუნებულიც და პირდაპირ კომპანიის წარმომადგენლობა ინფორმაციას, ეს ადამიანები ოფიციალურად წერილობით იქნენ გამოძახებული სამსახურში.
მერე უკვე რა მოხდა იქ მოსახლეობამ რატო თქვა უარი, მე ვეღარ გეტყვით ვერაფერს. კაზრეთი ეკოლოგიური პრობლემის წინაშე დგას. კომპანია RMG ოქროს მოსაპოვებლად ციანიც იყენებს. ნიადაგის მოხსნა მისი აფეთქებით ხდება. მავნე ნივთიერება საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს. კატასტროფულ მდგომარეობაში არის ეს ზონა საერთოდ ბოლნისის კაზრეთის მაცხოვრებელი და 14 კილომეტრის რადიუსით გადის ეს ეკოლოგიის დაბინძურება. ყოველი მეორე არის დაავადყოფებული. აქ ნელი დინებით ხოცავენ სუყველას. ოქროს მომპოვებელი კომპანიის მიერ გამოწვეულ დაზიანებებზე მწვანე ალტერნატივის დირექტორი ნინო გუჯარაიძეც საუბრობს. არის ისენის უნივერსიტეტის, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის კვლევის შედეგები, რომლებიც მიუთითებენ, რომ არის მძიმე მეტალების ძალიან მნიშვნელოვანი კონცენტრაცია საკვებ პროდუქტებში, არის ნიადაგში და ძალიან მკაცრი რეკომენდაციები იქნა დასკვნის შედეგად გაკეთებული, რომ მნიშვნელოვანია ტერიტორიების იზოლაცია, ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე არის მდინარის ნაპირზე, აკრძალულია საქონლის დოვება, მდინარეში ბანაობა, ასევე საკვებ პროდუქტების გამოყენება უკვე საერთოდ აღარ არის რეკომენდირებული იმ ტერიტორიებზე მოყვანილი საკვებ პროდუქტის და ეს კვლევები არის ცნობილი როგორც გარემოსდაცვა მინისტროსთვის, ასევე პარლამენტის შესაბამისი კომიტეტებისთვის და ასე შემდეგ. სამწუხაროდ რეაგირება დღემდე არ არის. პრობლემების ნაწილს, ესე ვთქვათ, დღეს კომპანიაც აღიარებს, არის თავად კომპანიის კვლევა და გეგმა მდგომარეობის გამოსასწორებლად, მაგრამ სამწუხაროდ ეს გეგმა საბოლოოდ არ იქნა შეთანხმებული გარემოსდაცვის სამინისტროსთან, გარკვეული რეკომენდაციები მისცა სამინისტრომ, მაგრამ განხორციელების შესახებ ან რაიმე კონკრეტულ ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი. დასაქმებულ და დამსაქმებელ კომპანიას პრემიერის მიერ დანიშნული მედიატორი შუამდგომლობს. ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა პირველი აუდიენცია კაზრეთში გაფიცულ მუშებთან უკვე გამართა. შრომითი დავის მოგვარების მიზნით მორიგის შეხვედრა მუშებს, მედიატორს და RMG ჯგუფს შორის გაფიცვის 37 დღეს ჩაენიშნა, თუმცა კონსენსუსი ვერც ამ შეხვედრაზე შედგა. კაზრეთში ფართომასშტაბიანი გაფიცვა გრძელდება. საწარმოსთან შეკრებილი მუშები საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის გაგრძელებას კვლავ აპირებენ. თქვენ მოიცემთ ჩვენი კორესპონდენტის ანი არჩოძის მიერ მომზადებული სიუჟეტი. თქვენი ძევ საზოგადოებრივ რადიოს და გადაცემა რეგიონის დროით უსმენთ. გადაცემის ონლაინ რეჟიმში ყურებაც შეგიძლიათ, ამისთვის უნდა მოძებნოთ რადიო 1 წერტილი-G და აირჩიოთ ფუნქცია ვიდეო ჩვენება, ასევე შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში 2409192 ან 24092 და უკვე გადავიდეთ თემის განხილვაზე. ბატონო სასო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. რატომ შეიქმნა ესეთი პრობლემა კაზრეთის ტერიტორიაზე? თქვენ არაერთი წელია მუშაობთ უკვე და ეს ადგილობრივების და მუშების განმარტებით ეს პრობლემა უკვე წლები არსებობს და 184 მუშაა გათავისუფლებული ოფიციალური მათი ინფორმაციით. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? როცა ამბობთ, მაპატიეთ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან ბევრი ისეთი ინფორმაცია მოვისმინეთ, წამოვიდა, ალბათ მომიწევს დაზუსტებების გაკეთება, შეიძლება ეთერის დიდი დრო ამ დაზუსტებებმაც აიღო. პირველი რაც შეეხება თვითონ გაფიცვის თანამდებად მიმდინარე პროცესს, მე სამხედროობაში მოლაპარაკების პროცესი, აქ იყო საუბარი იმაზე, რომ კომპანია, ასე ვთქვათ, ხისტად და ჯგუფად იცავს თავის პოზიციას. არავითარი ესეთი არ ხდება. მართალია ჩვენ გვაქვს გარკვეული მოლაპარაკება ყველა მხარეს, რომ მედიაციის პროცესში რაღაც ინფორმაცია კონფიდენციალური დარჩეს, მაგრამ მე უკვე შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რაც უკვე მიღწეულია და მოლაპარაკებულია. აქედან გამომდინარე, არავითარი ხისტი პოზიცია არ არის, კომპანია წავიდა სერიოზულ დათმობებზე და ეს უკვე დოკუმენტშია ასახული. შემიძლია ვთქვა. ეს არის სადაზღვევო პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვნად გაუმჯობეს და ეს არის სამუშაო პირობების გაუმჯობესება, მათ შორის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმელის, იქ არსებული სანიტარული ჰიგიენური ინფრასტრუქტურის, სამედიცინო მომსახურება თავისთავად, მე ლაპარაკი მაგის სადაზღვევო პაკეტის გარეთ სამედიცინო მომსახურება. ლაპარაკი იყო იმ პერსპექტივებზეც, რომელიც, ასე ვთქვათ, პერსპექტიული მართულებებზე, რომელსაც კომპანია გააკეთებს, ჩვენ ამის თაობაზე გარკვეული ვალდებულებები ავიღეთ და ეს ვალდებულებებიც პრაქტიკულად გაფორმდა. ანუ დღეს ვართ ჩვენ სტადიაზე, როდესაც იხილება პრაქტიკულად მარტო ხელფასის საკითხი. დანარჩენ საკითხებზე შეთანხმება პრინციპში მიღწეულია, მოდით ესე ვთქვათ. თუმცა თვითონ გაფიცულთა შორის არის ჯგუფი, არის გარკვეული ჯგუფი, რომელსაც არ აქვს ეს კონსტრუქციული მიდგომა, არ ვიცი რომლის მიზანი ალბათ ზოგადად საწარმოს დახურვაა და მე უკვე თავიდან დაწყება რაღაცეების. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, თქვათ იგივე გარემოს დაცვის საკითხებს, რაზედაც ასევე გამგებელმა ისაუბრა. დიახ, ჩვენ გვაქვს პროგრამა, დიახ, რომელიც წავლადგინეთ
გარემოს ბუნებრივი სამინისტროში. ეს პროგრამა მოიცავს საკმაოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. არ არის პროგრამა მოკლევადიანი, იმიტომ რომ აქ არის წლობით დაგროვილი პრობლემები, მოგეხსენებათ საწარმო უკვე 50 წელია რომელიც ფუნქციონირებს, აქედან გამომდინარე, ყველა პრობლემის ერთბაშად გადაწყვეტა შეუძლებელია, თუმცა ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ხედვა, თლიანად რა არის ეს პრობლემები, შეიძლება იმ არასამთავრობოებზე უკეთესადაც კი, რომლებიც ამ საკითხით არიან დაკავებული და გარდა ამისა გვაქვს უკვე მიდგომები, როგორ უნდა გამოსწორდეს ეს პრობლემები. ამის ჭირდება რამდენიმე წელი. დიახ, ბატონო სასო, თქვენ უარყავით ეს ყველა ბრალდება, მაგრამ მუშები ბრალდების მათი მოთხოვნები, დიახ, მაშინ ჩავუღრმავდეთ უფრო ამ საკითხს. მუშების განცხადებით მათ მოგაწოდეს ინფორმაცია კომპანიის მენეჯმენტს და ზოგადად ხელმძღვანელობას დაახლოებით 21 დღით ადრე, ვიდრე ისინი გათავისუფლდებოდნენ სამსახურიდან, რომ ეს მოთხოვნები და თავის კრიტერიუმები წამოაყენეს ამ მოთხოვნებში. თუმცა მათი ინფორმაციით სწორედ ამის შემდეგ მოხდა მათი გათავისუფლება სამსახურიდან. ისინი პირდაპირ უკავშირებენ. არასწორი არა. რატომ გათავისუფლეთ ეს ადამიანები? კორექტული და გეტყვით ახლა. ჩვენ რაღაც გარკვეულ ნაბიჯებს გვეგმავდით ჯერ კიდე ნოემბრის ბოლოდან დეკემბერში. ოპტიმიზაციას დიახ, იგივე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რომლის ასე ვთქვა, ჩვენ სრული არგუმენტები გაგვაჩნია და ამის დასაბუთება უბრალოდ ბევრ დროს წაიგებდა ეხა საეთერო დროს. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის მიხედვით მუშებს გააჩნიათ ჩვენ თანამშრომლებს, ნუ ვიტყვით, მოდით მუშებს იმიტომ რომ ოფისის თანამშრომლებს განთავისუფლდნენ და ადმინისტრაციას განთავისუფლდა იმ ასე ვთქვა, ჩემცირების დროს. ანუ მათ გააჩნიათ სრული უფლება 30 დღის ვადაში მოითხოვონ არგუმენტაცია კომპანიისაგან, რომ რას ნიშნავს ეს ეკონომიკური მოტივი, კომპანიას გააჩნია ვალდებულება დაასაბუთოს ეს ეკონომიკური მოტივი და ამის მერე 30 დღის განმავლობაში ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია გაასაჩივროს განთავისუფლების ფაქტის სასამართლოში. მე სანამ ასე ვთქვათ ეს გადავიდოდა რაღაც მასობრივ აქციებში, მე თვითონ ურჩიეთ, ჩვენ თვითონ ურჩიეთ, რომ მათ გამოეყენებინათ ის სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც არსებობს. მით უმეტეს სასამართლოში, ასე ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში, როგორც წესი, დასაქმებულის ინტერესებს უფრო აკმაყოფილებს სასამართლო ვიდრე დამსაქმებელის. ეს გარკვეულმა ნაწილმა გამოიყენა. ჩვენ მივიღეთ განაცხადი, ამ განაცხადთან დაკავშირებით გავეცით პასუხი და მათ აქვს სრული უფლება გაასაჩივრონ. თუმცა ეხლა პარალელურად მიმდინარეობს ეს პროცესი. ეკონომიკური მოტივები საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ შევეცადეთ, რომ რაც შეიძლება მინიმუმამდე დაგვეყვანა, ასე ვთქვათ, განთავისუფლებულთა რაოდენობა. 30% ეს იყო ადმინისტრაციის თანამშრომლები და არა კონკრეტულად მომუშავენი, რომელიც გაზღვეთში ცხოვრობენ. სწორედ დეკემბერშივე დავიწყეთ ჩვენ ფიქრი დაზღვევის პაკეტზე, დეკემბერშივე დავიწყეთ ფიქრი გაუმჯობესებაზე, აქედან გამომდინარე, რომ ეს მოთხოვნები იქნა წამოყენებული, ძალიან იოლად დავთანხმდით, იმიტომ რომ გარკვეული ნაბიჯები გადადგმული ჰქონდა. აი ეს ოპტიმიზაციაც დეკემბერში იგეგმებოდა, არანაირად არაა მიმული, ასე ვთქვათ, გაფიცვის დაწყების პროცესი. ნუ სიმართლე ესაა, თუ იმას უნდა დაიჯეროს, თუ არ ჯერა არ დაიჯეროს. რაც შეეხება თვითონ ასე ვთქვათ ეკონომიკურ მდგომარეობას კომპანიის, ეს ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის იცით ერთ-ერთი ასე ვთქვათ ყადაღებული საკითხი საფრთხისთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა და უფრო საკმაოდ უსაფუძვლოდ გაგრძელდა. და აი ყველაფრის ამის ჯამმა მოგვცა ის სიტუაცია, რაც დღეს არის. რაც შეეხება თანამშრომლების დაბრუნებას, ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ როგორც კი კომპანიის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ჩვენ შეგვიძლია მივცეთ იურიდიული, ასე ვთქვათ, ვალდებულება ავიღოთ ჩვენ თავზე, რომ პრიორიტეტულად დაბრუნებული იქნებიან სწორედ ის თანამშრომლები, რომლებიც განთავისუფლდნენ. ეს რეალური პერსპექტივაა. ანუ შეიძლება დადგეს მათი საჭიროება. შეიძლება დადგეს, იმიტომ რომ მაგალითად მე შემიძლია ვთქვა, რომ ამის თაობაზე გამოცხადეთ კიდევაც, რომ 75-დან 80 ადამიანამდე ჩვენ შეგვიძლია უკვე დავაბრუნოთ, იმიტომ რომ გვაქვს რაღაც გაჩნდა გარკვეული პერსპექტივა საფრთხის საბადოზე სამუშაოს განახლების. და რა ვადებში შეიძლება რომ დავაბრუნოთ? ეს შეიძლება იყოს 2 კვირის ვადაში, 1 კვირის ვადაში, ანუ ყოველ შემთხვევაში ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ როდესაც განთავისუფლება მოხდა, ასე ვთქვათ, აქ მათ უკვე მიეცათ იმ საშუალება, რომ მიიღოთ 2 თვის ხელფასის კომპენსაცია, დიახ, სწორედ ისინი ამბობენ, რომ 2 თვის კომპენსაცია და შვებულების თანხა არ აუღიათ. ჯერ არ აუღიათ, იმიტომ რომ გაჩერებული საწარმო, ასე ვთქვათ, მაბატიეთ, მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებს, ასე ვთქვათ, ფულსაც კი ვერ წერს. ჩვენ ქონდა გარკვეული გაყიდვები, ამას ისინი თვითონაც ხედავდნენ, რომ პროდუქცია გადავტვირთვეთ, მაგრამ ეს იყო, ასე ვთქვათ, წინასწარ მიღებული ფულის დაფარვა პრაქტიკულად გაყიდვების. როგორც კი საწარმო ამუშავდება, ჩვენ შეგვიძლია უკვე გავწიოთ იმის რისკი, რომ ყველა ვალდებულება, რაც არის ფინანსური, მათ მიმართ
მაშინვე დაკმაყოფილდა. უახლოეს რამდენიმე თვეზეა საუბარი? არა, რამდენიმე თვეზე არაა საუბარი. ეს არის უახლოეს რამდენიმე დღეზე, ან ერთ კვირაზე გაფიცვის შეწყვეტის მომენტია. თუ გააფრთხილეთ თანამშრომლები, რომ ისინი უნდა გათავისუფლებულიყვნენ სამსახურიდან, იმიტომ რომ კანონმდებლობა გავალდებულებს ამას. კანონმდებლობა ითვალისწინებს ორ ნორმას. ან აფრთხილებ 2 თვით ადრე, 2 თვის შემდეგ განთავისუფლებ ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, ან აფრთხილებ 3 დღით ადრე, მაგრამ სამაგიეროდ დაძლევ 2 თვის კომპენსაციის. ანუ ჩვენ მოგვიწია კომპანია. და რაც შეეხება დამატებით სამუშაოს, კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების გარდა უწევდათ სხვა სამუშაოების შესრულება არ აკონკრეტებენ, თუმცა ამბობენ, რომ ამას ემატებოდა ისიც, რომ არ ქონდათ სრული ეკიპირება, ანუ უსაფრთხო სამუშაო პირობები. აი კონკრეტულად რო გითხრათ, როგორ გაუმჯობესდება სადაზღვევო პაკეტს რა დაემატება, მათი ყოველკვირეული ან კვარტალური შემოწმება ჯანმრთელობის 25 პუნქტია, ასე ვთქვათ. არა, ნუ აი შემოწმება მათი ჯანმრთელობა ინტენსიურად. ეხლავე პრაქტიკულად იქ სადაც მათი წილობრივი მონაწილეობა ზოგიერთ პუნქტებში წინა სადაზღვევო პაკეტში 100%-ით ფარავს ეს სადაზღვევო პაკეტი, ამაში შედის ასე ვთქვათ ნებისმიერი გადაუდებელი შემთხვევა, გარკვეული გეგმური ოპერაციები, ნუ ოფთალმოლოგია, სტომატოლოგია არა, ნუ იცით ზოგადად ეგრეა აზრის არის და მედიკამენტებზე 60% გარკვეულ კატეგორიას, ასე ვთქვათ 70%-მდე თქვა სხვა კატეგორიას, ანუ თვითონვე როდესაც გადახედეს პროფკავშირის წარმომადგენლება იმ სადაზღვევო პაკეტს, თვითონვე მიიჩნიეს, რომ პრინციპში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, მაგ მხრივ ასე ვთქვათ შეკითხვა აღარ ყოფილა. რაც შეეხება შემოწმებებს, ხო? იყო რამდენიმე შემოწმება ტოტალურად და ჩვენ ვაპირებთ ესეთი შემოწმებები გავაკეთოთ და მათ შორის გვაინტერესებს, იმიტომ რომ თანამშრომელთა ნაწილის ჯანმრთელობა შეიძლება არ შეესაბამებოდეს მის სამუშაო ადგილს. ეხლა ხელფასების მიმართ ჩვენ მიდგომა ესეთი გვაქვს, რომ აუცილებლად გაეძლებათ ხელფასები ყველას, ვისაც 300 ლარზე აქვს ზღვარი, ასე ვთქვათ, ხელფასის. რაც შეეხება, ვთქვათ, იქ მომუშავეებს, რომლებიც შეიძლება ასრულებენ ერთ და იგივე ფუნქციას და იღებენ სხვადასხვა ხელფასს, იქ ასევე დაგეგმილი გვაქვს, რომ გათანაბრება დაიწყება ხელფასების და საბოლოო ჯამში ჩვენ ვაპირებთ სადღაც იანვრისთვის, რომ კომპანიებს შორის აქ მოგეხსენება ჯგუფში 2 კომპანიაა, სადაც ერთგან უფრო მაღალი ხელფასებია, მეორეგან უფრო დაბალი. და იქაც ასე ვთქვათ გავათანაბროთ ხელფასი. თუმცა კიდევ ერთი რასაც ჩვენი ოპონენტები აღიარებენ და ამის აღიარება შეუძლებელია, თქვენ თვითონ შეგიძლიათ მოიძიოთ ეს ინფორმაცია. სამთავრობო სფეროში, ზოგადად ჩვენს კომპანიაში არის ბევრად უფრო მაღალი ხელფასები ვიდრე სხვაგან. დიახ. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში ჩავთოთ კომპანიის ყოფილი თანამშრომელი ბატონი რეზო წიფიანი, რომელიც მათ მოთხოვნებზე ისწავლებს. ბატონო რეზო, მოგესალმებით. გამარჯობა. ბატონო რეზო, თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ პირდაპირ წაუყენოთ თქვენი მოთხოვნები კომპანიის წარმომადგენელს, რა მოთხოვნები გაქვთ და რატომ აპროტესტებთ თქვენს გათავისუფლებას? ჩვენ გქონდა თავიდანვე 5 მოთხოვნა. დიახ. ხელფასების დამატება პირველ რიგში. დიახ. შრომის პირობების გაუმჯობესება. ეს მეორე, მესამე სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესება, მეოთხე კოლექტიური ხელშეკრულების დადება პროფკავშირებთან ერთად და მერე წამოიწია მეხუთე წამოიწია უკვე რაც აქციები დავიწყეთ მენეჯმენტიდან გარკვეული დირექტორთა საბჭოს წევრების განთავისუფლება. და ამას მოყვა არა, ეს მანამდე იყო, მერე აქციები რო გავაკეთეთ და აქცია რო დაიწყო, უკვე იმ ხელაზე შევიდა ჩიხში ეს მოლაპარაკებები, რომ 180 კაცი გამოგვანთავისუფლეს აქეთ იმის მაგივრად, რომ ხელფასები დაემატებინათ. ეს 180 კაცი განთავისუფლებული დავიწყეთ 14 თებერვალს აქცია. ანუ ვაპროტესტებდით იმას, რომ ხალხის აღდგენა მომხდარიყო კომპანიაში, იმიტომ უკანონო თვლით ჩვენ, რომ უკანონოდ ვართ გამოშვებულები. კომპანიის წაგვიყენეს 37-38 მუხლი, რაც ითვალისწინებს RMG Gold-ის და RMG Cooper-ის ეკონომიური კრიზისის გამო გაგვანთავისუფლეს. მე მაქვს ერთი შეკითხვა. თუ იყო ეკონომიური კრიზისი და შეეხო მუშათა პერსონალს, მაშინ რატო ჰქონდათ მაგათი მხელა დირექტორთა საბჭოები და დანარჩენი ადმინისტრაციის წარმომადგენლები? ყველაზე დაბალი ხელფასი არის 3000-დან მინიმუმ 3000. და მაქვს ერთი შეკითხვა, მაშინ თუ იყო ეკონომიური კრიზისი, შეემცირებინათ ის ხელფასები იმ
იმასთვის პერსონალისტვის ვისაც ხონდა მაღალი ხელფასი. დაბალი ფენის ადმინისტრაციის წევრებზე გულისხმობ. არ გააკეთეს. დიახ, შეუძლია ბატონ სოსოს რომ გიპასუხოთ ბატონო რეზო. გიპასუხებთ ბატონი სოსო. მე ვესალმები ბატონ რეზოს იმედია რომ არის მის ხმა საერთოდ. დიახ. მე ვესალმები ბატონ რეზოს. ხა ჩვენ გქონდა საშუალება გუშინ წინ ესე იგი 14 საათი ყოფილიყავით ერთად პროფესიונალ შენობაში და ბევრი გველაპარაკა მაგასთან დაკავშირებით. დიახ. რაც შეეხება ხელფასებს ადმინისტრაციის. რაც შეეხება ხა ადმინისტრაციის ხელფასები, ასე ვთქვათ, არავის განსახილველი არ არის. ჩვენ ადმინისტრაციის, ასე ვთქვათ, мотивация რო არ შეგვემცირებინა და არ შეგვემცირებინა ძალიან ხელფასები, ამიტომ იყო რომ შევამცირეთ პერსონალი ადმინისტრაციული. ერთი ბატონი რეზოსთვის ზოგადად ცნობილი არ უნდა იყოს ბატონის რამდენი ხელფასი აქვს და მე ცოტა ვისა დავაკორექტდა შეიძლება კორექტულად ვიტყვი დავაკონკრეტებ იგი საუბრობს არა დირექტორთა საბჭოზე რომლის ასე ვთქვათ პრეროგატივა განთავისუფლების ან დანიშვნის პრეროგატივა ის არავის ასე ვთქვათ განსაცვეთი არ არის არამედ საუბრობს დირექტორატზე ალბათ ეს მოთხოვნების პიროვნებებთან დაკავშირებით გარკვეულწილად იცვლებოდა ჯერ იყო სიაში ასე ვთქვათ 21 კაცი მათ შორის თქვენ მონამორჩილიც თუმცა იქ დიდი ხანია არ მუშაობ ასე ვთქვათ სულ 2-3 თვე ასე ვთქვათ რაც კონკრეტულად გადავედიოთ დირექტორატში ალო დიახ უკაცრავად დიდი ბოდიში და ბატონის სოსო როცა ლაპარაკობს ხმა საერთოდ არ მესმის და ჩვენ ბოლო შეხვედრაზე რო ვიყავით თბილისში დიახ კომპანიის წარმომადგენლებიც იყვნენ და მედიატორიც ბრძანდებოდა და ჩვენი კომისიის წევრები. ბატონო რეზო უკაცრავად ბატონისასო ამბობს რომ შეგაწყვეტინებთ უკაცრავად ბატონისასო ამბობს რომ რაღაც შეთანხმებები უკვე მიღწეულია და სადაზღვეო პაკეტი გაუმჯობესდება ხელფასებზე არის მხოლოდ დარჩენილი შეთანხმება. მაგაში ვეთანხმები ის სამი თქვენ ხომ არ მოგივიდათ ის ცნობა იმის შესახებ რომ შეიძლება დაბრუნდეთ სამსახურში. თქვენ ხომ არ ხართ მათ რიცხვში. წინა შეხვედრაზე მაგას გულისხმობდი ზუსტად რომ წინა შეხვედრაზე ბატონისოს ისეთი შტაბილობა დატოვა რომ არის კანონმორჩილი პიროვნება წარმოიდგინეთ. ვეუბნებით რომ დობის ფაქტორი არის დაკარგული მუშათა პერსონალსა და ადმინისტრაციას შორის. და ჩვენ შევთავაზეთ ესე რომ კომპანიამ დირექტორთა საბჭომ ეხლა ვინც ყავს კეთილი ნება გამოხატოს და აი ნდობის ფაქტორი იმითი აღიდგინოს რომ აღდგენა მოხდეს უპირობა ამ ხალხის გამიგეთ? დიახ. უპირობა არა თუ ისე 80 კაცის და რაღაც 80 კაცის მარტო შემოგთავაზება. ჩვენ პასუხისმგებლობა ჰქონდა კომიტეტის წევრებს აღებული იმითი რომ ყველა უპირობოდ უნდა დაბრუნებულიყვნენ და დიახ. ქართველები ვართ ყველა ქალბატონო და ესმის ჩვენ სიტყვა მივეცით და იმ სიტყვას ბოლომდე შევასრულეთ. დიახ ბატონო რეზო. ხან დღეს კომპანიის წარმომადგენლებმა რომ აი დაუშვათ ციფიანი მიღებულ აღდგენილი ხარ სამსახურში მე იქ არ შევა სანამ ბოლო ადამიანი არ იქნება. გასაგებია. ბატონო რეზო თქვენ თუ გაგაფრთხილეს მანამდე სამსახურის დატოვების შესახებ და თქვენ ეჭქვეშ აყენებთ კომპანიის ფინანსურ კრიზისს ანუ ეს მოტივი თქვენთვის მიუღებელია? რა უნდა ყოფილიყო სხვა მიზეზი თქვენი გათავისუფლების? არანაირი გაფრთხილება არ იყო მოსული მოგვივიდა 30 იანვარს ეგრევე წერილი პირდაპირ სადაც ესე წერა გარკვევით გენერალური დირექტორის ბრძანებით გიტყდებათ ხელშეკრულება 37 და 38 მუხლის თანახმად. და ხელს აწერდა ადმინისტრაციული დირექტორი კობახიძე. აი ეგ წერა მარტო მეტი არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა. ჩვეულებრივ მუშაობდი. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო რეზო. პირდაპირ ეთერში გვერდებოდა კომპანია RMG Gold-ის ყოფილი თანამშრომლის ბატონი რეზო წიფიანი. ბატონო სოსო როგორ შეაფასებთ მათ პოზიციას, რაც შეეხება ნდობასთან დაკავშირებით, კი ვთვლი რომ ნდობა გარკვეულწილად დაკარგული იყო, ამას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. როგორც მესმის პუბლიკაციებიდან, როგორც პირადი საუბრებიდან ვგებულობ, ამას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. უბრალოდ იმ დღეს ვკითხე კიდევაც ასე ვთქვათ 9 წლის ნათვენი ჯოხი რაღაც ჩვენზე გატყდა, ამიტომ პირადი ურთიერთობის პრობლემა მე პირადად არავისთან არ მაქვს და ეხა ბატონ რეზოსაც ჰქონდა იმ საშუალება გენერალურ დირექტორთან საკმაოდ ხანგრძლივად ესაუბრა. ანუ ჩვენ არ აგვაქვს არავითარი კონტაქტის პრობლემა. არ წარმოვადგენთ არავითარ არეოპაკს, რომელიც ხელშეუხებელია და ხელშეუხებელთა კასტას განეკუთვნება. დიდი სიამოვნებით მექნება კონტაქტი, როცა ეს გაფიცვა დამთავრდება, ეს გაუგებრობა მორჩება და მეტი დრო მექნება და საშუალება იმისა, რომ აქ არ ვიჯდე სტუდიაში და ვაკომენტირო, არამედ სამსახურში ვიყო. ამ კონტაქტის პრობლემები არ არის, მაგრამ არის იქ სხვადასხვა
ჯგუფი, სხვადასხვა ხალხი, რომელსაც სხვადასხვა სურვილები აქვს. ეხლა ჩვენთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ტკივნეულია ნებისმიერი თანამშრომლის გაშვება. იმიტომ რომ ვიცით, მის უკან დგას ოჯახი, მის უკან დგას. მით უმეტეს რეგიონში. მით უმეტეს რეგიონში და ვიცით ესეც, რომ სადაც რეგიონი პრაქტიკულად აქ არის დასახლების წარმომქმნელ საწარმოს წარმოადგენს პრაქტიკულად. თქვენზეა დამოკიდებელი ფაქტორი. აქედან გამომდინარე ამ სოციალურ პასუხისმგებლობას ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ, ხო? დღეს არის 80 კაცი, ხვალ იქნება 20 და ის ხალხი საბოლოო ჯამში დაბრუნდება. ყოველ შემთხვევაში, როცა ჩვენ შეიძლება უპირობო განთავისუფლებას უკაცრავად გადავყენებთ, ანუ ისინი დაბრუნებას დიახ უკაცრავად. ანუ ყველა ერთად მესმის ძნელია, ხა ჯერ რეზომ ცოტა ასე ვთქვა დააკნინა თავისი გაფიცულების, სხვა შორის გაფიცულთასია 411 კაცია და არა 182 კაცი, როგორც თვითონ თქვა. მათ შორის ისინი შედიან. კი, მესმის, რომ აქ არის ასე ვთქვა სერიოზული საკითხები, სერიოზული გადაწყვეტილებები მისაღები, მაგრამ მეორე მხრივ წარმოიდგინეთ კომპანიის მდგომარეობაც. მე როცა ვამბობ, რომ არის, ანუ კრიზისი ამას ვერ დავარქმევ, მაგრამ ეს არის სერიოზული სირთულეები, ეკონომიკური და ფინანსური. რასაც აქვს ძალიან, ასე ვთქვა, გამომწვევი ძალიან ბევრი ფაქტორი. ხო? დღეს ისეა, რომ მე შეიძლება უფრო მთლიანად ხედავდეს სურათს, ვიდრე რეზო ხედავდეს. მაგრამ აბსოლუტურად მესმის მისი ცხოვრო, რომ იქ გვერდზე მეზობელია რაღაც გარკვეული სოლიდარობა, მეგობრობა და გასაგებია, რომ მაგრამ შეუძლებელია ხო ყველას ერთად დაბრუნება, შესაძლებელია ოღონ ამას დაჭირდება გარკვეული ეტაპობრივობა. ამას დაჭირდება რაღაც წინ გადადგმული ნაბიჯი კომპანიისთვის, ამას დაჭირდება რაღაც იმ ფაქტორების აღმოფხვრა, რაც ხელი შემშლელია, თორე როცა მე ვლაპარაკობ იმას, რომ მე შემიძლია დღესვე ავიღო იურიდიული ვალდებულება, რომ ის პრიორიტეტულად იქნება დაბრუნებული, როგორც კი სამუშაო ადგილი გაჩნდება. და სხვათა შორის ჩვენზე უკეთესად ისინი აკონტროლებენ საწარმოში რა ხდება. დიახ, თუმცა ამ ვალდებულების აღება შეგიძლიათ, ხო? შეგიძლია და ამაზე პრიორიტეტი იქნება ყველა ვარიანტში. დიახ. კიდევ ერთი ჩართო გვაქვს პირდაპირ ეთერში ამჯერად კომპანია RNG Cooper-ის კარიერის პროფკავშირების თავმჯდომარე ქალბატონი ცირა მენთეშაშვილი გვერდება. მოგესალმებით ქალბატონი ცირა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. ქალბატონი ცირა, თქვენ ესწრებით იმ შეხვედრებს, რომელიც მხარეებს შორის იმართება. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგჭირთ, რამდენად შეიძლება რომ ეს პრობლემა მოგვარდეს მხარეების ინტერესების გათვალისწინებით? ვფიქრობ, რომ პრობლემა ასეთ ეტაპზეა, უკვე შეიძლება რაღაც მორიგებებზე საუბარი ამ ეტაპზე და ეხლა მიმდინარეობს მედიაციის პროცესი. დღეს სავარაუდოდ იქნება ბოლოს შეხვედრა სავარაუდოდ მედიაციასთან და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი შედეგიანად დასრულდება. მართალია ვერ ვიღებთ იმ შედეგს, რასაც ველოდით და რაც გვინდოდა, მაგრამ ზოგადად მიმაჩნია, რომ შეიძლება ამ შედეგებზე ახლობთ. დიახ, აი რა პერსპექტივაა, რა შეთანხმება შეიძლება მიაღწიოთ? ან დაბრუნება მუშების, ან 45 მუშაზე, რომ არის 80-მდე მუშაზე? მე ცირას ადგილზე არ გავახმოვანები, სანამ მედიაციის პროცესი არ დამთავრდება, იმიტომ რომ გვაქვს გარკვეული შეზღუდვა. ბატონ სოსოს ვეთანხმები ამ შემთხვევაში, იმიტომ შევეცადე ცოტა კომენტარი. მაშინ ზედაპირულად გითხარით, ანუ შეიძლება რომ დაკმაყოფილდეს უმრავლესობა მათი მოთხოვნების თანამშრომლების? არ ვიცი. ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში რაღაცა შემოთავაზებები არის, ვილაპარაკებთ კიდე დღესაც ამ თემასთან დაკავშირებით კიდე ვისაუბრებთ და იმედია კონსენსუსს მივახდეთ. თქვენი აზრით დაირღვა თუ არა თანამშრომლების უფლებები, მათი ვინც ესე გათავისუფლდნენ გაფრთხილების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა სოსომ აღნიშნა, რომ კომპანია მიკისრა ვალდებულება, რომ კომპენსაციას გადაუხდის, თუ დაირღვა მათი უფლებები? ზოგადად მე მიმაჩნდა, რომ ამ ხალხის განთავისუფლების აუცილებლობა კომპანიის წინაშე არ იდგა. და რატომ რის საფუძველზე ამბობთ ამას? მაქვს ამის საფუძველი, ვიფიქრო ასე. მაგრამ თქვენი კითხვა ბოლომდე ვერ გავიგე. ან დაირღვა თუ არა მათი უფლებები გათავისუფლებისას? გათავისუფლებისას უფლებები ბევრის დაირღვა. და რას გულისხმობთ ამაში? გარკვეული კატეგორიის, იმიტომ რომ იყო ის კატეგორია დასაქმებულების, რომლებიც შვებულების პერიოდში გაუშვეს სამსახურიდან, ბიულეტენის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნი გაუშვეს. ანუ ესე იგი თქვენც დაესწრებით ხო დღევანდელ შეხვედრას და ესე იგი გვაიმედებთ რომ შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება პოზიტიური იქნეს მიღებული. იმედი მაქვს ძალიან ყოველ შემთხვევაში ამის იმედი აქვს როგორც კომპანიას მე ასე ვიცი ისე დასაქმებულებს და პროფკავშირს. გასაგებია ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო. იმედი მაქვს დღესაც თელეგრამი არ ვიჯდა. ძალიან მაგის იმედი მაქვს ბატონო. მადლობა წარმატებებს გისურვებთ შეგახსენებთ პირდაპირ ეთერში გვერდებოდა RNG Cooper-ის კარიერის პროფკავშირების თავმჯდომარე ქალბატონი ცირა მენთეშაშვილი. ბატონო სოსო
გადაწყვეტილებებზე ვიცი რომ არ საუბრობთ, აი ქალბატონიც ირა უფლებების დარღვევაზე საუბრობდა გარკვეული თანამშრომლების. ამ შემთხვევაში როგორ გადაწყდება მათი მოთხოვნები, ანუ ვინც შვებულებაში იყო, კომპენსაცია დაემატებათ თანხა. ეხან ბატონ არიზო, დიდი მადლობა მას კომპლიმენტისთვის, კანონმორჩილია მიწოდა ასე ვთქვათ. მე კანონმორჩილი არა ვარ, კანონმოყვარული ვარ. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა იყოს საკანონმდებლო სივრცეში. თუ კომპანია მართლა დაუშვა ესეთი შეცდომა, ეს ასე ვთქვათ, მოეკითხება იმას, ვინაც დაუშვა. ყოველ შემთხვევაში, მაშინ როდესაც არსებობს სამართლებრივი გზა, არ უნდა მიმართო ქუჩას. ხო, არსებობს სამართლებრივი გზა, მათ თავისუფლად შეუძლიათ და მით უმეტეს პროფკავშირები ჩვენი კარგად ორგანიზებულები არიან, ვთქვათ, გაუკეთონ იურიდიული მხარდაჭერა და კომპანია გააკეთებს იმას, ასე ვთქვათ, რასაც კანონი უყურნახავს, რასაც კანონი. თუმცა სამართლებრივი თვითშეგნება და მოქალაქეობრივი აქტივობა საკმაოდ დაბალი არის რეგიონებში. ანუ შეიძლება ყოველივე თანამშრომლობს პროფკავშირებთან. ჩვენზე მაგას ვერ ვეთქვი ჩვენი შემთხვევაზე, იმიტომ რომ საკმაოდ მაღალი საზოგადოებრივი აქტივობა. დიახ. რაც შეეხება თანამშრომლების დაბრუნებას, რა კრიტერიუმებით შეერჩევიან ისინი? პრიორიტეტი ვის მიენიჭება? არა, ხო გეუბნებით, ხა არავით არის ესეთი პირადული კრიტერიუმები არ არსებობს, ეს გამორიცხეთ. პრიორიტეტი მიენიჭება იმ რომელი სპეციალობებიც იმ კონკრეტულ შემთხვევაში გჭირდება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვამბობ და ეს არაერთხელ მithქვამს, რომ კომპანიისთვისაც უფრო ხელსაყრელია დააბრუნოს ძველი თანამშრომელი, რომელსაც უკვე აქვს გამოცდილება, ვიდრე აიყვანოს ახალი, ასწავლოს და ასე შემდეგ. კი არის რაღაც გარკვეული ასაკობრივი ცენზი, როცა ცვლა უნდა მოამზადო, მაგრამ როდესაც ეს ასაკობრივი ცენზი არ არსებობს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი ეკონომიკურადაც კი, რომ ადამიანი, რომელსაც იცის იქ და დიდი ხანი იქ უმუშავია, ის მუშაობდეს. ასე რომ პრიორიტეტული ეს არის სწორედ ის სპეციალობები, რაც გვჭირდება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოო პროფილს არ იცვლის და იგივე სპეციალობები ყოველთვის დაგჭირდება, არის ძალიან დიდი შანსი, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება და საწარმოს დაჭირდება სამუშაო ძალა, ისინი დაბრუნდნენ პრიორიტეტულად სამსახურში. გასაგებია კიდევ ერთი ჩართო გვაქვს ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვითი დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ქალბატონი ნელი კორკოტაძე გვერდება. მოგესალმებით ქალბატონი ნელი. მოგესალმებით. მადლობა რომ გადაცემაში მონაწილეობას იღებთ. ქალბატონი ნელი, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ კაზრეთის ტერიტორიაზე წარმოებული სამუშაოების შესახებ და იქ გარემოს ზიანდება, ანუ ესე ამბობს მოსახლეობა, რომ 14 კილომეტრზე ვრცელდება ეს დაზიანება. რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ? უკაცრავად ჩვენ საუბრობთ კონკრეტულად კაზრეთის ტერიტორიაზე თუ კონკრეტულად წიაღისეულის მოპოვების პროცესზე. ნებისმიერი სახის დაბინძურება, იმიტომ რომ იყო ინფორმაცია, რომ იქ მდინარეში ჩაედინება ეს ნარეცხი, ასევე ჰაერია დაბინძურებული და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ბატონო, ბოლო შეტყობინება, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროში შემოვიდა, ეს გახდათ მდინარის დაბინძურება, იქ საწარმოდან მოხდა ჩაღვრა მოხდა. საწარმოს ტერიტორიაზე არის განთავსებული მჟავე კარიერული წყლების შემგროვი რეზერვუარი და ამ რეზერვუარი მოხდა ამ მჟავე კარიერული წყლების ჩაღვრა მაშავერაში და კაზრეთულაში და შემდგომ არსვერაში. დეპარტამენტის თანამშრომლები და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ ადგილზე, აიღეს სინჯები და ბუნებრივია დაფიქსირდა იქ მატება განსაკუთრებით მძიმე მეტალების შემცველობაზე და ჩვენ ამასთან დაკავშირებით დავიანგარიშეთ გარემოსთვის მიყენებული ზიანა და მასალები გადაგზავნილია საქართველოს პროკურატურის პროკურატურაში. თუ დაეკისრება ჯარიმა კომპანიას გარემოს დაბინძურებისთვის, თუ დაეკისრება ჯარიმა კომპანიას და რატომ შეიძლება ყოფილიყო ეს დაზიანება გამოწვეული? დაბინძურება. მე როგორც მოგახსენეთ, ანუ იქ გახდათ ავარიული ჩაღვრა, ხდებოდა მომენტალურად მოხდა ჩაღვრა დამაბინძურებელი ნივთიერებების კომპანიას მიმართ ასევე არის შექმნილი ადმინისტრაციული სამართალდაღობის შესახებ ოქმი სანებართო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით. სასამართლოში ჯერ არ არის გადაგზავნილი, ეს გადაიგზავნება უახლოეს პერიოდში და მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა დაეკისროს თუ არა მას ჯარიმა ამ შემთხვევაში. რაც შეეხება გარემოსთვის მიყენებულ ზიანს, როგორც მოგახსენეთ, ეს გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში. თქვენ თუ ახერხებთ და ახდენთ ინტენსიურ მონიტორინგს ტერიტორიაზე, იმიტომ რომ იქ მოსახლეობის ინფორმაციით ციანიდით აფეთქებაზეა საუბარი, ასევე ბიძგებზე არის საუბარი, ეს არ ვიცი რამდენად თქვენ გეხებათ, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს პრევენცია, ანუ კომპანიას ხომ არ უნდა მიეცეს გაფრთხილება, ან ხომ არ უნდა შეასრულოს კონტრაქტით ნაკისტრი ვალდებულებები იმისთვის, რომ სამომავლოდ მოქალაქეები დაცულები იყვნენ. მე სამწუხაროდ არ ვიცი რა შეიძლება ციანიდით აფეთქება, არც მე არ ვიცი. ტერმინს ვერ ვხვდები, რაზეა საუბარი. ნივთიერება რომლითაც ფეთქდება, დაბინძურება, ნიადაგების ალბათ. ამაზეა საუბარი. ეს მოსახლეობა ეს ამბობს ამას და ჩვენ უბრალოდ
კი ბატონო, კომპანიას რასაკვირველი აქვს ვალდებულება შეასრულოს ყველა ის პირობა, რაც მას აქვს გაწერილი გარემოზე ზემოქმედების ნებართვაში და მის პირობებში და ასევე სალიცენზიო პირობები ბუნებრივია. ჩვენ მე მინდა გითხრათ, რომ გარემოს ზემოქმედების დეპარტამენტს არ შექმნია არც ერთხელ პრობლემა, რომ შესულიყო საწარმოს ტერიტორიაზე და ეთვალიერებია, როდესაც კი ხდებოდა ამდაგვარი რაიმე ფაქტები. ჩვენ უახლოეს მომავალში ასევე გეგმავთ, რომ არაგეგმიურად მოვახდინოთ ამ საწარმოს შემოწება, როგორც კი სრულყოფილ ფუნქციონირებას დაიწყოს საწარმო, ჩვენ ვთქვათ, რეალური სურათი ხდება თუ არა ნამდვილად დაბინძურება და ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში ის საკონტროლო წერტილი, რაც აქვს დადგენილი კომპანიას მაშავერა 500 იქ არის გადამეტება და ჩვენ ყოველ ჯერზე, როგორც კი გარემოს ეროვნული სააგენტო, რომელიც ამ მუდმივ მონიტორინგს ატარებს, ისინი გვაწყობდნენ და ჩვენ რეაგირებას ვატარებთ. რასაკვირველია, კომპანიამ უნდა გამოასწოროს ყველა ის პრობლემები, რაც ისტორიულად ამ საწარმოში და უნდა მოხდეს ყველა ამ პრობლემის დარეგულირება და მოქცევა საკანონმდებლო სივრცეში. კანონმდებლობით არის ვალდებულება, რომ როდესაც კომპანიას მიმართ დგება რაიმე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მას ეძლევა გონივრული ვადა იმისთვის, რომ გამოასწოროს ეს დარღვევა. იმ შემთხვევაში თუ კომპანია არ ასწორებს ამ დარღვევას, შემდგომ ხდება ჯარიმის გასამაგება და ასე შემდეგ შემდგომ შესაძლებელია დადგეს ნებართვის გაუქმების საკითხი. დიახ, გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნელი, პირდაპირ ეთერში გვერდებოდა გარემოს დაცვის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე. ბატონო სოსო, რამდენად ზრუნავს თქვენი კომპანია გარემოს დაცვაზე და რაც შეეხება ამ ფაქტს, რასაც ქალბატონი ნელი საუბრობდა მდინარე მაშავერაზე, რა ღონისძიებებს მიიღებთ იმისთვის, რომ მსგავსი პრეცედენტი აღარ გაამეორდა შემთხვევაში სამომავლოდ? იშვიათი შემთხვევა, როცა არაფრის დაზუსტება აღარ მჭირდება ქალბატონ ნელის კომენტარის მიერ. ზოგადად რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, ეს შემთხვევა გასული იყო, ასე ვთქვათ, ყველა იმ ჩვეული რეჟიმიდან მინდა გითხრათ, იმიტომ რომ იყო ფორს-მაჟორული სიტუაცია, მე მინდა გითხრათ, სწორედ იმ დღეს, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა, მე ვიმყოფებოდი ზუსტად გარემოს დაცვის სამინისტროში, შეხვედრა მქონდა მინისტრთან, ზუსტად მაგ საკითხზე, რომ ვარაუდობდი, ვინაიდან გაფიცვის გამო საწარმო ნორმალურად ვერ ფუნქციონირებს, ხო არ, ასე ვთქვათ, ვიხილავდით იმ რისკების საკითხს, რაც შეიძლება წარმოიშოს გარემოს დაცვის თვალსაზრისით. იმიტომ რომ ელემენტარულად იქ არ იყო ოპერატორი. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ცოტა დაძაბული ემოციონალური სიტუაცია იყო, ასე ვთქვათ, მაშინ საწარმოს შესასვლელთან გაფიცულების მხრიდან, ამიტომ ვერ მოხერხდა იმ ოპერატორების შეყვანა, რომლებსაც უნდა ემუშავათ. აი ამ ინფრასტრუქტურის ამობიექტზე. დიახ, ეს იყო სწორედ რომ შესუსტა კონტროლი და გარდა ამისა, იქ ვინც მომუშავეები იყვნენ, მუშაობდნენ აბსოლუტურად აუტანელ რეჟიმში. ეს იყო პრაქტიკულად დღეღამური რეჟიმი იყო. იქ რამდენადაც, ასე ვთქვათ, ვიცი, იქ იყო დაყენებული ტუმბო, რომელიც გადატუმბოს ახდენდა მოდენილი წყლის, ვინაიდან ვერ ხდებოდა ამ წყლის ნეიტრალიზაცია, სათანადო დამუშავება და იქ მოხდა, ასე ვთქვათ, ამ ტუმბოს დაზიანება, მაშინ როცა ოპერატორი იქ არ იმყოფებოდა და პრაქტიკულად გამოვიდა, რომ დინარეში ჩაიღვარა ეს წყალი. ეს იყო ფორს-მაჟორული რეჟიმი და ამიტომ მოხდა სწორედ ავარიული ჩაშვება. მინდა ვთქვა, გასი არ ყოფილა არის დროს. ან სხვა ტიპის დაზიანება. ბოლო წლების განმავლობაში მე ამგვარი, ასე ვთქვათ, შემთხვევა არ მოხდა. ყოველ შემთხვევაში, რაც ჩვენი ჯგუფი შემოვიდა, ასე ვთქვათ, და რაც ჩვენი ჯგუფის ქვეშ ოპერირებს ეს კომპანია, ამას ადგილი არ ქონია. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს შიდა მონიტორინგის სისტემა, ვაკეთებთ ჩვენ თვითონ ანალიზებს და, ასე ვთქვათ, ვაგზავნით ამ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტროში, პრაქტიკულად ყოველდღე გეთდება ეს ანალიზები. გარკვეული კოორდინაცია, ალბათ კოორდინაცია მეტი გვჭირდება, ის კი არა და იმ გარემოს დაცვის სტრატეგიაში და პოლიტიკაში, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, იქ შევიტანეთ, რომ ჩვენი ტიპის ლაბორატორია ერთი, ასე ვთქვათ, გადავცეთ ზუსტად, ასე ვთქვათ, გარემოს დაცვის ორგანოებს, რომ იქ იყოს 24 საათიანი მონიტორინგი და ჩვენ თვითონ გვაინტერესებს. დიახ. ყოფილი კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქალბატონი მარინა მიზანდარი ამბობს, რომ არსებობს გარემოს დაცვითი დასკვნები, რომ მარნეულის სახნავს ათასი მიწვევი საბადოს კარიერის მოპოვების შედეგად დაბინძურებული წყლებით ირწყვება. თქვენ რამდენად შეგიძლიათ დაადასტუროთ ეს ინფორმაცია, ან რამდენად რეალობა? ჩემთვის ეს ქალბატონი მარინას ახალი იპოსტასია, ანუ უკვე გარემოს დაცვასაც ვეხები, ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, რა კი მას უნდა ამ სფეროში იმუშაოს, კი ბატონო იმუშაოს. მიწების დაბინძურება, კი, არის ფრაგმენტულად ეს მიწების დაბინძურება შესწავლილი არის, მაგრამ არ არის შესწავლილი, მე ვიტყვი, ეს შესწავლები არის ცოტა კონტექსტიდან ამოგლეჯილი, იმიტომ რომ მთლიანად პრობლემა არ არის შესწავლილი.
იმიტომ რომ მე ხა მუშაობდი ამ თემაზე გარკვეული ხანი და როცა ვაანალიზებდით ამ ჩამდინარე წლებში თქვა იგივე მძიმე მეტალების შეცვლობის მდგომარეობას, იქ მდინარე იქცეოდა არალოგიკურად და არასწორად. ვარაუდობ, რომ სადღაც შეიძლება იყოს ბუნებრივი გამოსავლები, რომელიც თვითონ არიან მძიმე მეტალებით დაბინძურებით ბუნებრივი წყარო. ამიტომ ზოგადად მაშავერას ფონურ მდგომარეობას, ფონურ ეკოლოგიურ მდგომარეობას მე მგონი ცოტა სხვანაირი შესწავლა ჭირდება. როგორც კი კომპანიას გაუჩნდება ამის საშუალება, ჩვენივე ინტერესია, ასე ვთქვათ, შევისწავლოთ ეს საკითხი და ალბათ უფრო დეტალურად შევისწავლოთ. დიახ, იმიტომ რომ გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ამ წყლით მორწყული სახნავ-სათესი მიწების შემდეგ ეს ამ პროდუქციით მარაგდება თბილისი, ამბოსტნეულით და აისახება პირდაპირ ჯანმრთელობას. ჩემი ოჯახისთვის იქიდან მომხდარა და სხვა შორის არ მაქვს პატარა გამოცდილება გარემოს დაცვის სფეროში, ეს ყველასთვის ცნობილია. ანუ გააკონტროლებს კომპანია. კომპანია ამას ვერ გააკონტროლებს, იმიტომ რომ ძალიან შეუძლებელია გააკონტროლოს მთლიანად რეგიონი. ჩვენ უბრალოდ კომპანია ხელს შეუწყობს, ასე ვთქვათ, იმ შესწავლებს, საიდანაც უნდა დადგინდეს რეალურად, იმიტომ რომ ცალკეული მიწის უბნების შესწავლა არ იძლევა მთლიანად სურათს. ეს არის შეიძლება ძალიან დეტალური შესწავლა, მაგრამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ არის გათვალისწინებული ყველა ფაქტორი, იმიტომ რომ როცა ამბობენ მაშავერის წყლით ირწყვება მაგალითად სავენახე მიწები, ხო? შაბიამანი იხმარება იმ სავენახე მიწებში. შაბიამანის სპილენძის მარილია ესეც უწყობს ეს აკუმულირებას. იქ ძალიან ბევრი ფაქტორია, ესე მე ვერ ვიტყოდი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ნებისმიერი ესეთი ტიპის საწარმო წარმოადგენს, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვის პრობლემას. ისევე როგორც თბილისში ტრანსპორტი, ისევე როგორც მეტროს მშენებლობა. დიახ, ეს გლობალური პრობლემაა. მთავრობამ დაპირისპირების მოსაგვარებლად შუამავალი დანიშნა ამ პროცესში. ადვოკატი და მხარეებს შორის მედიატორი ბატონი ირაკლი ყანდაშვილი გვერდდება. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. ბატონო ირაკლი, რატომ გახდა საჭირო თქვენი ჩართვა მოლაპარაკებებში? მოგესალმებით. თემა მართლაც აქტუალური არის, კარგად მოგეხსენებათ, რასთან არის დაკავშირებული, სწორედაც არსებულმა რეალობამ, რომელიც არის შექმნილი მომდინარე იქიდან, რომ სახეზე არის ფართომასშტაბიანი გაფიცვა, რომელსაც ახალმეტი წლებში არ შეიძლება გამომდინარე იქიდან, რომ მედიაცია მიმდინარეობს და ამ ეტაპზე არ არის პრობლემული, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ არის ფართომასშტაბიანი გაფიცვა, შესაბამისად სახეზე არის კოლექტიური შრომითი დავა დასაქმებელსა და დასაქმებულებს შორის, რაც ექვემდებარება მედიაციის ფარგლებში და ხართა შორის შემოთანხმებელი პროცედურების წარმოებას, სწორედ ეს გახდა მიზეზი და საფუძველი იმისა, რომ დაიწყო მედიაციის პროცესი უკვე მეორე კვირა არის, რაც მიმდინარეობს. გარკვეული თვალსაზრისით ხართა შორის არსებული და შორისებული პოზიციების დაახლოება მიმდინარეობს, მაქვს იმედი, მაქვს სურვილი და უახლოეს პერიოდში მეტია ყველას მოგახსენებთ, რომ ორი მხარე შეთანხმდა და ყველა ამ ეტაპზე შემოთანხმებელი საკითხია ორივესთვის სასარგებლოდ შემოთანხმებელი პროცედურები დასრულდება. თქვენ სამყარებთ იმედებს დღევანდელ შეხვედრაზე, ანუ შეიძლება რომ თანამშრომელთა სასიკეთოდ გადაწყდეს გარკვეული პუნქტები, თუნდაც ხელფასი და ასე შემდეგ, რომელიც ეს საკითხი კითხვა ალბათ არ იქნებოდა მსაწორი, რომ ვინმე სასარგებლოდ უნდა. დიახ, რა თქმა უნდა, ორივე მხარეს ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. პროცესის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს უნდა გადაწყვეტეს როგორც დამსახურებლის, ასევე დასახლებულთა ინტერესებიდან გამომდინარე, ეს უნდა გადაწყვეტეს საზოგადოების მიზნებისათვის გამომდინარე, იქიდან რომ არ შეიძლება საზოგადოებაში ესოდენ დიდი ხანი მსგავსი კატეგორიის სოციალურ დადაბულობას უპირატესობა დამეთანხმება. დიახ. თქვენ ბოლომდე გააკონტროლებთ პროცესს, ანუ მთავრობის წარმომადგენელი ბრძანდებით ამ შემთხვევაში ჩართული ხართ მთავრობის მხრიდან. ბოლომდე გააკონტროლებთ ამ პროცესს იმისთვის, რომ ორივე მხარისთვის ისე დასრულდეს, როგორც მათ ოპტიმალური ვერსია ვარიანტი რომ მოძებნოთ კონფლიქტის მოგვარების. ალბათ ვუსწრებ, ესეც ალბათ მნიშვნელოვანია. დიახ. ამ ეტაპზე ორი მხარე შეთანხმდა მედიატორის როგორც ჩართულობაზე, ასევე ორი მხარე შეთანხმდა მედიატორის კანდიდატურაზე. შესაბამისად, მე ორივე მხარის წარმომადგენლებს წარმოვადგენ. ეს ერთი. რაც შეეხება თქვენს მიერ დასულ კითხვას კონტროლთან დაკავშირებით, მედიაციის ფარგლებში მიმდინარე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც ექვემდებარება ორი მხარის მიერ ამ ეტაპზე დაფიქსირებულ, ამ შემდგომში დასაფიქსირებულ პოზიციებს, რომელთა შეთანხმება უნდა განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ეს არის ვალდებული მედიატორის ეს დაფიქსირებული პოზიციები დაახლოებით და თქვენ თუ კონტროლი გნებავთ ახლა რა თქმა უნდა გააკონტროლოს ხომ ყოველივე იყოს სტაბილური და ამ შემთხვევაში მიიღწეს შეთანხმება ისახოს ეს კონკრეტულ დოკუმენტში რა ეტაპზეც მედიაცია მთავრდება მე ასე მესმის რომ ამ ეტაპზე გაფიცვაც დამთავრდება და ჩვენი უკვე ორივე მხარის
კეთილ სინდისიერებაზე ურნეო ხარის ჩართულობაზე ნდობაში. დიახ, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, შეგახსენეთ რომ ადვოკატი და მხარეებს შორის მედიატორი ბატონი ირაკლი ყანდაშვილი გვერდებოდა, ბატონო სასწორ რომ შევაჯამოთ გარკვეულწილად დღევანდელი გადაცემა და ის თანამშრომლებიც გვისმენენ დღეს ვისაც ეხება უშუალოდ ეს პრობლემა, როგორ შეგიძლიათ რომ დააიმედოთ ბატონმა ირაკლიმაც დაგვაიმედა რომ დღეს შეიძლება უფრო კარგი და ოპტიმისტურად დამთავრდეს დღევანდელი შეხვედრა. რამდენად იქნება ყველა მათი მოთხოვნა გათვალისწინებული, მესმის რომ ყველაფერს ერთად ესე ვერ გაითვალისწინებთ, მაგრამ თუნდაც კომპენსაცია, თუნდაც ხელფასების გაზრდა და ასე შემდეგ. ერთი თქვენ არასწორი კითხვა დაუსვით ბატონი ირაკლის გაქვთ თუ არა იმედია ბატონი ირაკლი თვითონ ქმნის ამ იმედს ასე. არა კორექტული იქნება. მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა რა კომპანიის შესაძლებლობის მაქსიმუმიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, იქნება გათვალისწინებული. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით თუ პროცესს დავაკვირდებით, კომპანია გარკვეულ ძალიან მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდა და ისიც იყო გაჟღერებული, რომ განარგეთ ვაცნობიერებთ, ასე ვთქვათ, რა დათმობებზე მივდივართ, რამდენად შეგვიძლია ამ დათმობებს. ჩვენ არ გვინდა მივცეთ არავის ლიტონი დაპირებები, იმიტომ რომ მიცემული დაპირება, რომ საკითხი გადაიდოს, ხო? ეს არ არის ის მიდგომა, რომელიც ჩვენ გვახასიათებს. ჩვენ ცოტა გრძელვადიანი მიდგომები გვაქვს, ცოტა უფრო ისეთი საიმედო და არაა საჭირო რომ თქვა პრობლემა დავხუროთ დღეს, თქვა გადავდოთ ხვალამდე და ხვალთავისით გადაწყდება. არ გვაქვს ეს მიდგომა. აქედან გამომდინარე ის, რასაც კომპანია თავაზობს დღეს. ეს არის რეალური სიტუაციიდან გამომდინარე და შესაძლებლობების ის მაქსიმუმი, რომელიც დღევანდელი რეალიებით გვაქვს. თუ ხვალ გაუმჯობესდა კომპანიის მდგომარეობა და დამერწმუნეთ რომ გაუმჯობესდება, თქვა იქ მომუშავეთა მდგომარეობაც, იმიტომ რომ ჩვენ არ წარმოგვიდგენია რომ თქვა უმჯობესდებოდეს კომპანიის მდგომარეობა და უარესდებოდეს თქვა იმ ხალხის მდგომარეობა, რომელიც თქვა იქ პროდუქციას ქმნის და პრაქტიკულად კომპანიას ქმნის. ხო? რაც შეეხება მეორე საკითხს, ყველაზე დიდი პრობლემა აქ რაც იყო ეხლა რაც ბატონო არეზო ახსენეს, იყო ნდობის აღდგენა კი არა, ახლა ჩვენ უნდობლო არ ქონია ერთმანეთში, იმიტომ რომ ეხლა დავიწყეთ მუშაობა. ზოგადად ადმინისტრაციასა და მომუშავეებს შორის ნდობის აღდგენის მომენტი. რა მე ვთვლი რომ ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი და რა შედეგამდეც არ უნდა მივიდეს ეს მოლაპარაკებები, რომელიც ახლა მიმდინარეობს. მე ვთვლი რომ ჩვენ ერთი დადებითი შედეგი გვაქვს, რომ ჩვენ დავიწყეთ დიალოგი, ადამიანური დიალოგი და არა ვთქვათ პოზიციებიდან დიალოგი და ის რომ ჩვენ გვაქვს კონტაქტი, გაჩნდა ეს კონტაქტი და გაჩნდა იმედის მომცემია. დიახ, ესაა მთავარი. დანარჩენი აბსოლუტურად ყველაფერი დეტალებია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო სასო სამწუხარო ჩვენ დრო ამოიწურა. მე შეგახსენებთ რომ კომპანია MRG Gold-ის კომერციული დირექტორი, RMG Gold-ის კომერციული დირექტორი ბატონი სასო ცაფაძე საუბრობდა ჩვენთან ერთად პრობლემაზე. პირდაპირ ეთერში თქვენთვის მუშაობდი მე ხატია ჯამალაშვილი, ჟურნალისტი ანი არჩვაძე, გადაცემის პროდიუსერები დავით ნინიკაშვილი და ხათუნა რეხვიაშვილი, ხმის რეჟისორი ია ჭელიძე, გადაცემის ჩანაწერის ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ რადიო 1.j-ზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ კვირას ამ დროს შევხვდებით. გადაცემას წარმოგიდგენთ არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ჯიპაკის პროგრამის მხარდაჭერითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. საქართველოს ყველა რეგიონის, ყველა ქალაქის, მუნიციპალიტეტისა თუ სოფლის პრობლემის შესახებ გადაცემაში რეგიონის დროით. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში დასვათ ნებისმიერი შეკითხვა და მოისმინოთ პასუხი კომპეტენტური პირებისაგან. ყოველ კვირას 14 საათზე გადაცემა რეგიონის დროით.